ძნელი შესაძლებელი არის ეს საქმე და ეს საკითხი. მე აბსოლუტურად არასერიოზულად მიმაჩნია იმ ვადებით ადამიანების გაშვება და ამ ყველაფერზე სარჩულის მომმა, რომ ეს იყო რაღაცა ტიპის სახელმწიფო გადატრიალება. ის ადამიანები, ადამიანების დღეს განსაჯელი სკამზე ზიან, მათი ადვოკატები ამბობენ, რომ მათ შესახებ ბევრი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს იყო ორგანიზებული რაიმე ფორმის შეტევა, არ არსებობს. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მე არ ველოდები, რომ ამის გამო ადამიანები ის რაც მოხდა 4 ოქტომბერს და რაზეც ჩვენ შეფასება გაკეთებული გვაქვს და არ მოგწონს ის რაც მოხდა 4 ოქტომბერს, მაგრამ ის რომ ჩვენ ლელოში ეს არ მოგწონს, არნიშნავს იმას, რომ ეს იმსახურებს 5-10 და მეტი წლიან ციხის სასჯელებს. იმიტომ რომ იქ მსგავსი არაფერი არ მოხდა, რომელიც ასეთ სასჯელს იმსახურებს. ამიტომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში დარწმუნებული ვარ, რომ მრავალწლიანი განაჩენი ამ საკითხებზე არ დადგებოდა, მაგრამ ჩვენ სასამართლო სისტემას მართავს მურუსიძის კლანი, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკურ დაკვეთას ქართული ოცნებიდან. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, იქნება თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული, როგორც მთელი ეს პროცესი.